მოგესალმებით მეგობრებო, საღამომშვიდობის. თუ კარგად გესმით ჩემი პლუსი დასვით შეგვიძლია კომენტარებში. ცოტა ხანი დაველოდოთ. მათვისაც სურს რომ შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში. და ნელ-ნელა დავიწყოთ. მე ვარ ახო ჯაფარიძე, თუ არ მიცნობთ, აქამდე ვარ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. და დღევანდელი ჩვენი ეთერი, ეს არის ფაქტიურად კითხვა-პასუხის ეთერი, რომელიც დავაანონსე გუშინ. და ასე ვთქვათ, გითხარით რომ შეგეძლოთ სურვილისამებრ გუშინ დაგესვათ შეკითხვები იმ ანონსის პოსტის ქვეშ. ფინანსების ფსიქოლოგიასთან, ფინანსურ წარმატების ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით, თუ გაინტერესებდათ რამე და დაგვირდით, რომ დღეს გაგცემდით ამაზე პასუხს. შესაბამისად, გვაქვს 4 შეკითხვა ჯერჯერობით, რომლითაც დავიწყებთ კითხვებზე პასუხებს. და შემდეგ, ასე ვთქვათ, თუ გიჩნდებათ გზადაგზა რაღაცა კითხვები, შეგიძლიათ პირდაპირ ამ ჩატში ჩამოაყალიბოთ თქვენი შეკითხვა. და ვეცდები გაგცეთ პასუხი იმდენად, რამდენადაც მეყოფა ტვინი, მარტივად რო ვთქვათ. მას შესაძლოა პირველი შეკითხვა ღერს ესე. გამარჯობა, როგორ შევძლო ფულის სწორად ხარჯვა, დაგროვებაც, როდესაც მშობელი წუწუნებს მუდამ დღე, ეს ჩემზე იმდენად გამანადგურებლად ისახება, რომ თითქმის უბარაქობა მაქვს მამის მხრიდან. მამის მხრიდან უბარაქობა მაქვს რა არის ვერ მივხვდით, მაგრამ რა აქვს. არაერთხელ თხოვენ ნუ წუწუნებს, თითქოს ცუც შემიძახის. მერე თიც ჩემსკენ იშვერს დამღალა მაგან მადლობთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შეკითხვა, ეს არის ასე ვთქვათ სიტუაციის აღწერა, ვეცდები რომ მივხვდე შეკითხვა რაში მდგომარეობდა, ხო? სავარაუდოდ იმაში, რომ მამის ასეთი ქცევა გაყენებთ ისეთ ხასიათზე, ისეთ შინაგან მდგომარეობაში მოყავხართ ამას ყველაფერს, რომ ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, ითრგუნებით, ვეღარ აზროვნებთ წესიერად, ვერ ღებულობთ სწორ გააწყვეტილებებს, ასე ვთქვათ, და მომავალი გესახებათ გაცილებით უფრო შავ ფერებში, ასე ვთქვათ, შავ ნაცრისფერ ფერებში და შეიძლება ყოფილიყო. ამ შემთხვევაში საქმე რაშია? საქმე იმაშია, რომ თქვენ გჯერათ, რომ ასე ვთქვათ, მამის სიტყვები თქვენზე რეალურად მოქმედებს. ამიტომ რომ თქვენზე რეალურად მოქმედებს არა მამას სიტყვები და მამას ქცევა, არამედ ის, რასაც აკეთებთ საკუთარ ტვინში, მას შემდეგ რაც გესმით მისი სიტყვები, მას შემდეგ რაც გესმით, ასე ვთქვათ, რაც ხედავთ იმას თუ რას აკეთებს, ხო? ანუ ისევ და ისევ თქვენს აზროვნებაშია პრობლემა, ასე ვთქვათ. როგორც მინიმუმ გჯერათ, რომ ვიღაცის შეძახილმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს თქვენს ფინანსურ ბარაქიანობაზე, ან უბარაქობაზე, ან წარმატებაზე, ან წარუმატებლობაზე, რაც არის აბსოლუტური ილუზია, ბუნებრივია. და პირველი, რაც არის შესაძლებელი თქვენს აზროვნებაში, ეს არის ის, ალბათ, ის რწმენა წარმოდგენა გაქვთ შესაქმნელი და გასაძლიერებელი, რომ თქვენ ხართ თქვენი ფინანსური წარმატების, მატერიალური კეთილდღეობის მიზეზი. და ასე ვთქვათ, სრული პასუხისმგებლობა ამაზე გაქვთ თქვენ ხელში. იმისთვის, რომ ასეთი
ასე ვთქვათ, აზრის შექმნა დაიწყოთ საკუთარ გონებაში, უბრალოდ დაფიქრდით, რა იქნება თქვენ ცხოვრებაში სხვანაირად, რა შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ თქვენ იქნებით თქვენი ფინანსური მდგომარეობის ერთადერთი მიზეზი. თუ ეს იქნება თქვენი სრული პასუხისმგებლობის ქვეშ და თქვენი სრული კონტროლის ქვეშ. იმიტომ რომ ამ პრობლემაში, რომელსაც თქვენ აღწერთ, არის შეფარული მომენტი, საინტერესო, რომ ერთის მხრივ სხვა ადამიანი ჩემზე ნეგატიურად მოქმედებს, მაგრამ მეორეს მხრივ ფაქტიურად ჩემს ფინანსურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობის ნაწილი მაქვს გადალოცილი მისთვის. და რამე რო იყოს და რაღაცა ვერ გამომივიდეს, რაღაც ასე ვთქვათ წარმატებას ვერ მივაღწიო, ქვეცნობიერად ყოველთვის მაქვს, ასე ვთქვათ, ესეთი ღია კარი დატოვებული იმისთვის, რომ თქვა, რომ აი ხო ხედავ, ასე ვთქვათ, შენი ბრალია რომ მეუნებოდი ამას ყველაფერს. ანუ გაამყარეთ საკუთარი აზროვნების, საკუთარი სმენის ძალა. შესაძლებელია ამაში რაღაცა დრო წავიდეს, მაგრამ ეს ამათ ნამდვილად ღირს. რომ პრობლემა არის ამაში, რომ საკუთარ თავს უფრო ნაკლებად ენდობით, ვიდრე სხვა ადამიანებს, ასე ვთქვათ, გარე სამყაროში. და კიდევ გჭირდებათ აი ეს რწმუნებულება ბუკვალურად დაიწყეთ ყოველ დღე, ასე ვთქვათ, რამდენიმე წუთი დაუთმეთ, თუ გნებავთ ესეთ ფანტაზიას, თუ გნებავთ ხელოვნურადაც მოგეჩვენოთ რაღაცა მომენტში ეს ფანტაზია, თუ გნებავთ, ასე ვთქვათ, გეგონოთ, რომ საკუთარ თავს ატყუებთ და ასე შემდეგ, მაგრამ აკეთეთ ერთი მარტივი რაღაც. წარმოიდგინეთ, რომ აი თქვენზე აღარ მოქმედებს ესეთი სიტყვები, შეძახილები, ის რა ქვია, რეტროგრადული მერკური, რეპტილოიდები, უცხო პლანეტელები, ისა რა ქვია, სიდედრის იმამრი, დედამთილი, მამამთილი და ასე შემდეგ, ხო? აი წარმოიდგინეთ, რომ ვერ მოქმედებს თქვენზე კარდინალურად ვერც ერთი გარე ფაქტორი და ერთადერთი განსაზღვრელი ფაქტორი თქვენი ფინანსური წარმატებულობისა არის თქვენი აზროვნება, ასე ვთქვათ, თქვენი გადაწყვეტილებები. დაიწყეთ იმის ვიზუალური წარმოდგენა, აი ამ შემთხვევაში, წარმოვიდგინოთ, რომ ეს ასე უკვე მოხდა, რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ ამ შემთხვევაში და აი აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაცეები დაინახოთ, კარგად წარმოსახოთ ცოცხლად, გაიგონოთ, ასე ვთქვათ, უსუნოთ, გემოგაუსინჯოთ და ასე შემდეგ, რაც შეიძლება მდიდარი წარმოსახვა შექმნათ იმ პერსპექტივის, იმ მომავლის, რომელიც იქმნება იმ შემთხვევაში, თუ თქვენზე ვერანაირად ვერ მოქმედებს ვერანაირი შეძახილები და გოდება და მოთქმა, ასე ვთქვათ. აი ეს შემიძლია გირჩიოთ. ასე და ამგვარად. წავიკითხოთ შემდეგი შეკითხვა, რომელიც წინასწარ გამომიგზავნეთ ბეჯითმა, მაყურებლებმა და მსმენელებმა. წავიკითხოთ, როგორ გავიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, როცა ხელფასზე ხარ დამოკიდებული და არც ისე მაღალია და ხელფასის მატება კი შენზე არ არის დამოკიდებული. ეს გასაგებია. სამსახურს კი ვერ იცვლი, იმიტომ რომ სტაბილური შემოსავალია და ჩვენ ქვეყანაში კი სტაბილური სამსახური და შემოსავალი ცოტა ძნელად საშოვნელია. შევეგუოთ ამ მოცემულობას და დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს, თუ როგორ მოვიქცეთ. კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ ამ შეკითხვის, ასე ვთქვათ, მოდი ესე ვთქვათ, ის აზროვნება, რომელსაც შეეძლო, რომ ეს შეკითხვა გაეჩინა, ხო? იმისთვის, რომ ეს შეკითხვა დასვა, როგორ უნდა იაზროვნო. უნდა იაზროვნო შემდეგნაირად, რომ გაქვს ორი, ასე ვთქვათ, ბინარული ოპოზიცია. ეს რთული სალანძღავი სიტყვები, რომ გამოვიყენოთ. ანუ რა ხდება? ანუ ან შავია, ან თეთრია, ხო? ან ნოლია, ან ერთია. ან რჩები სამსახურში, სადაც ღებულობ ხელფასს და არის სტაბილური, მაგრამ დაბალი, ან, ასე ვთქვათ, ამას ყველაფერს უნდა შევეშვა, დავკარგო სტაბილური შემოსავალი, უსაფრთხოების გზნობა და გადავდგა ნაბიჯები რაღაცა, ვთქვათ, ჩემთვის უცნობი მიმართულებით.
სინამდვილეში აქ არის საუბარი იმაზე, რომ თქვენ გჭირდებათ საკუთარი შემოქმედებითი აზროვნების გაღვიძება, საკუთარი კრეატიული აზროვნების გაღვიძება. აი, მოწარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა. როგორ მინიმუმ 4 გზა არსებობს, როგორ შეიძლება თქვენმა ფინანსებმა იმატოს. ერთი, მოხდეს რაღაცა ისეთი, რაც არ არის თქვენზე დამოკიდებული, კი ბატონო, მაგრამ თქვენ სამსახურში მაინც გაგიზარდონ ხელფასი, ეს ერთი. მეორე, იპოვოთ რაღაცა უნიკალური შესაძლებლობა, ან უნიკალური ადამიანები, ხო, რომლებთანაც შეძლებთ გარკვეული შესაძლებლობის გამოყენებას და ასე ვთქვათ, შექმნათ რაღაცა თქვენი საქმე, რომელიც მოითხოვს გარკვეულ რისკებს, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ გამოგივიდეთ წარმატებით. თეორიული შანსი ხო არსებობს ამისი, არსებობს. მესამე გზა ეს არის, როდესაც თქვენ რჩებით, ასე ვთქვათ, მუშაობთ ხელფასზე ისევ და პარალელურად ამვითარებთ რაღაცა პროექტს, ამ პროექტებს, რომელსაც თქვენთვის მოაქვს დამატებითი შემოსავალი, ხო? არის ასევე მეოთხე გზა. მაგალითად, მეოთხე კი არა, მეოთხეც არის, მეხუთეც და 57-ს, მაგრამ ისეთი გზა შემოსავლების, სადაც მუშაობა პრინციპში არ არის საჭირო. ეს არის ფონდების შექმნა, ეს არის, ასე ვთქვათ, ფასიანი ქაღალდები, კრიპტოვალუტა, ბირჟა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ორი რაღაცა გჭირდებათ ალბათ. პირველი, ეს შეაგროვოთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც თქვენნაირი სასტარტო პირობები ჰქონდათ, მაგრამ ეხლა უკეთესად არიან, ხო? აი, როგორ შეძლეს მათ ამ წარმატების მიღწევა? ეს ერთი, დავაკვირდეთ იმ ადამიანებს, ან თუ გვაქვს ასეთი შესაძლებლობა, საერთოდ დავილაპარაკოთ. ასე ვთქვათ, ასევე შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ინტერნეტში მოვიძიოთ ამის შესახებ n რაოდენობით მასალა, ეს ერთი. მეორე, რეალურად თუ გავიაზრებთ იმას, თუ რაში გვიხდიან ფულს, ეს არის ალბათ ორი რაღაც. პირველი, ეს არის ადამიანების პრობლემების მოგვარება, როდესაც ვიღაცის ცხოვრებას ამარტივებ რაღაცა გზით, ხო? რაღაცა პრობლემას უგვარებ და ამ პრობლემის მოგვარება ღირს რაღაცა ფული. შია პურს თავაზობ, კბილის ტკივა, ასე ვთქვათ, კურნალობას თავაზობ, გადაადგილება ჭირდება, აგერ მანქანა და ასე შემდეგ, ხო? ეს ერთი და მეორე, ეს არის დადებითი ემოციები. როდესაც ადამიანს პრობლემა არ აქვს, მაგრამ აქვს მოწყენილობა და ასე ვთქვათ, ჭირდება გართობა, ხო? რეალურად ერთიც და მეორეც არის რაღაცა უკეთესობის, რაღაცა ღირებულების, რაღაცა სიკეთის შექმნა სხვა ადამიანის ცხოვრებაში. საინტერესო სავარჯიშო არსებობს, რომელსაც ვთავაზობ ხოლმე ჩემს სასწავლო პროგრამებში, როდესაც ვასწავლით წარმატებულ ფინანსურ აზროვნებას, მოკლედ რო არ გავართულოთ. სხვა შეზღუდვა ახლა 30 ნოემბერს იწყება ერთ-ერთი ასეთი პროგრამა. აი ამ პროგრამაში ერთ-ერთი ესეთი სავარჯიშოა რა, რომ დღის განმავლობაში, აი ერთი თვის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ყოველ დღე გაიაზრეთ, გამოიგონეთ, ჩამოწერეთ მინიმუმ 10 გზა, როგორ შეიძლება სხვა ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესოთ. და შეიძლება აქ ძალიან ბევრი ღირებული იდეა მოვიდეს, ბევრი სულელური იდეა მოვიდეს, ბევრი აბსოლუტურად მიუღებელი იდეა მოვიდეს. ამაში არ არის საქმე. საქმე არის იმაში, რომ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში დღეში 10 იდეას თუ გააჩენთ, ასე ვთქვათ, ხო? შექმნით იმის შესახებ, როგორ შეიძლება სხვა ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესოთ, თვის ბოლოს გექნებათ 300 იდეა. ამ 300-დან, 3 ცალი მაინც ივარგებს იმისთვის, რომ აქციოთ შემდეგ ეს იდეები კონკრეტულ პროექტებად, იქ სადაც მუშაობთ, ან სხვაგან, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად, ან რაღაცა გაშუალებული ვარიანტი იყოს, ხო? და წახვიდეთ აი ამ გზით. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ აი ეხლა იმ პირობებში სადაც ხარ ჩაკეტილი, ხო?
ამ პირობებში ბუნებრივია რთული იქნება შემოსავლების გაზრდა. ამისთვის გვჭირდება წარმოსახვის ამუშავება და ყურადღების მიმართვა ადამიანების ცხოვრებისკენ. რა საჭიროებები აქვთ ამ ადამიანებს, ხო? აი რა პრობლემები აქვთ ისეთი, რისი მოგვარების სერვისი ამ პროდუქტის ჯერ არ არსებობს. ან არსებობს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ შეიძლება ამის გაკეთება უფრო მარტივად, უფრო უკეთესად, უფრო კონკურენტულად, ხო? ესეც შეიძლება იყოს. ამიტომ აი ამ გზით რომ წახვიდეთ, ამ გზით რომ დაიწყოთ მოძრაობა, რომ დაქოქოთ საკუთარ თავში აი ესეთი სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების გენერატორი, ხო? ტვინი რომ გაავარჯიშოთ ამ მიმართულებით. ცოტა ხანში აუცილებლად იპოვით ძალიან ბევრ საინტერესო შესაძლებლობას იმისა, როგორ შეიძლება რომ გაზარდოთ თქვენი შემოსავლები კომფორტულად. და აქ კიდე ერთი დაშვება გააკეთეთ საკუთარ გონებაში, რომ აბსოლუტურად მარტივად არის შესაძლებელი ასე ვთქვათ, გაზარდოთ თქვენი შემოსავლები და იპოვოთ ახალი შესაძლებლობები ისე, რომ შეინარჩუნოთ არსებული ფინანსური სტაბილურობა. რომ ამისთვის არის აუცილებელი, ასე ვთქვათ, დაწვათ ხიდები და სულ გადაусვათ ხაზი იმას, რაც აქამდე შეგიქმნიათ. აი ასეთი პასუხი მაქვს თქვენთვის. წავიკითხოთ შემდეგი შეკითხვა. როგორია ის ბალანსი, რაც დაგროვებასა და დახარჯვას შორის არსებობს? ან საერთოდ არსებობს, თუ ეს ინდივიდუალურია? მადლობა. იმისთვის, რომ ამ შეკითხვას გავცე პასუხი, ხო, სხვა შორის სანამ ამ შეკითხვას პასუხს გავცემ, აგერ ჩატში შეგიძლიათ იხილოთ ლინკი ბმული, რომელთაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, გაეცნოთ ფინანსური წარმატების ფსიქოლოგიის პროგრამას, რომელსაც ილია ნიკაჭაძესთან ერთად ვაკეთებ. არის უპრეცედენტო ინსტრუმენტების ნაკრები, თუ თქვენთვის არის აქტუალური ფინანსური ზრდა, თუ გსურთ რაღაცა ამოძვრეთ ვალებიდან, შექმნათ ისეთი ფინანსური სტაბილურობა, ჯერ შემდეგ კომფორტი და შემდეგ ასე ვთქვათ, ისეთი სიტუაცია, სადაც საერთოდ მუშაობ იმიტომ რომ ქსიამოვნებს და არა იმიტომ რომ ხარ იძულებული. მოკლედ თუ ეს ყველაფერი თქვენთვის არის აქტუალური, ამ შემთხვევაში გადადით ამ ბმულზე და გელოდებით 30-ში ჩვენს ტრენინგზე. იმიტომ რომ ესეთი პროგრამა ჯერ არავის გაუკეთებია, кайხანი ვეძებეთ, ნახეთ და ვიკვლიეთ. კეთილი, რაც შეეხება ბალანს ხარჯვასა და დაგროვებას შორის. ეს შეკითხვა მაშინვე მოიხსნება, თუ ძალიან ზუსტად გვაქვს განსაზღვრული ჩვენი ფინანსური მიზნები. ფინანსურ მიზნებში ძალიან ხშირად ადამიანები უშვებენ ესეც შეცდომას, ისინი ფიქრობენ, ასე ვთქვათ, რამდენად მინდა რომ გავზარდო ჩემი შემოსავალი მაგალითად, ხო? ნუ ან არ გავზარდო, აი შემდეგი წლის განმავლობაში რამდენი ფული შევნას ვაპირებ, ან შემდეგი თვის განმავლობაში რამდენი ფული შევნას ვაპირებ. ძალიან ბევრ ადამიანს იცნობთ ალბათ, მე ვიცნობ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრს, ვისაც საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს, მაგრამ ხვალ ზეკ ერთ თვეში, ერთ წელიწადში, რომ შეწყვიტოს მაგალითად მუშაობა, ხო ეს ფული გაუთავდება. რატო? იმიტომ რომ დანაზოგები აქ ან მცირე, ან საერთოდ არ აქვს. იმისთვის რომ დავადგინოთ ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური ბალანსი ხარჯვასა და დაგროვებას შორის, ჩვენს მიზნებს აუცილებლად უნდა დაუმატოთ და პრიორიტეტულ მიზნად ვაქციოთ ის, თუ რა თანხის ფლობა, შოვნა არა, ფლობა, მსურს მაგალითად ერთ წელიწადში იგივე, ხო? აი ერთ წელიწადში ჩემ ანგარიშზე რა რაოდენობის თანხა უნდა იდოს. ყველანაირი ხარჯვების და წადი-წამოდის შემდეგ. იმიტომ რომ რეალურ თავისუფლებას გძენთ მხოლოდ კაპიტალის ფლობა ან აქტივების ფლობა და არა ის თუ რამდენ შოულობ. ძალიან ბევრ მაღალ ანაზღაურებად მონას ვიცნობ, რომელიც აი ხვალე დილიდან რომ შეწყვიტოს მუშაობა და რაღაც იკეთება, ერთ თვეში მოხდება მშიერი ელემენტარულად. რატო? იმიტომ რომ რეალურად არ ფლობს მატერიალურ რეზერვებს. შესაბამისად, როგორც კი თქვენთვის გახდება გასაგები, რა რაოდენობის ფულის დაგროვებას აპირებთ ერთი წლის მანძილზე, მაშინვე გასაგები ხდება
რამდენს ხარჯავთ, რამდენია გადასადები, რამდენია დასაინვესტირებელი, რამდენ ფულს აბანდებთ საკუთარ თავის განვითარებაში და ამ შემდეგ. აი ესე მარტივად. ანუ სწორი მიზანი დასახვა გვჭირდება ამ შემთხვევაში. წავიკითხოთ შემდეგი ტექნიკა. გამარჯობათ, ვახო შეკითხვა. ერთი და იგივე ტექნიკა ფინანსების წარმატებისთვის მუშაობს ყველანაირ ფინანსურ პრობლემასთან? თუ არა, ალბათ, ხო? არა. ერთი ტექნიკა რომ მუშაობდეს ყველანაირ ფინანსურ პრობლემასთან, ფსიქოტექნოლოგიას გულისხმობ, ხო? ფსიქოტექნიკა. მაშინ რა საჭიროა? მაშინ აფერისტობა იქნებოდა, ხო? ჩემი მხრიდან რაღაცა გრძელვადიანი კურსების შეთავაზება, მარათონების, კონსულტირების და ამ შემდეგ. აგერ გეტყოდით, აგერ ეს ტექნიკა ღირს 10-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე მთელი ეს კურსები, კონსულტირება და ამბები, არც მე ვიწვალებდი, ასე ვთქვათ, ვიმუშავებდი 200-ჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე ეხლა, ალბათ, და არც თქვენ გაწვალებდით, აგერ გეტყოდით, რომ აგერ ერთი ჯადოსნური ინსტრუმენტი და ყველა პრობლემას მოაგვარებს. ბუნებრივია, არა. შემიძლია გითხრათ, რომ იმისთვის, რომ ფინანსური მდგომარეობა გახდეს ჯერ სტაბილური, ჯერ სიღატაკე დავძლიოთ და მოვიდეთ სტაბილურობამდე, შემდეგ სტაბილურობიდან კომფორტში მოვხდეთ და მერე კომფორტიდან, ასე ვთქვათ, შევქმნათ რეალური თავისუფლება, ძალაუფლება თუ გნებავთ, კრეატიულობა და ამ შემდეგ, ხო? როდესაც იმდენი ფული გაქვს, მარტივად რა ვთქვათ, შეგიძლია უკვე შემოქმედებითად იაზროვნო და რაღაცა დიდი რაღაცეები შექმნა. ინფრასტრუქტურული პროექტები მაგალითად. ამისთვის აი ამ არსენალში არის დაახლოებით სხვადასხვა, ამომწურავად ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი 50 ტექნიკა არის. სხვა შორის შემდეგი წლიდან მეწყება პროფესიონალი კონსულტანტების, კოუჩების, ფსიქოლოგების მომზადების ერთწლიანი სტაჟირება და პროგრამა, რომლის მიზანიც არის, ასე ვთქვათ, ვასწავლო ფსიქოლოგებს და კოუჩებს, მხოლოდ ამ სპეციალიზაციით, როგორ დავეხმაროთ კლიენტს ფინანსური შედეგიანობის ზრდაში, იმიტომ რომ ნუ აი ყველაფერი დანარჩენი კოსმოსში ვართ ასულები, მაგრამ ფინანსურ ამბავში რატომღაც ასე ვთქვათ, რომ უყურებ ძალიან ცოტა კონსულტანტი, კოუჩი, ფსიქოთერაპევტი, რომელიც მკვეთრ ფინანსურ ზრდას აქმნევინებს თავის კლიენტს, ამაში ეხმარება. ხო და გამიშთა მოკლედ სურვილი ეს პროგრამა შემექმნა. შესაბამისად, ბევრი ტექნიკაა საჭირო. აი ეს კურსი, რომელიც გვექნება ახლა 30-ში, ამ კურსზე იქნება და 15-დან 20 ტექნიკამდე იქნება. სავარჯიშო ტექნიკები და ასე ვთქვათ, სხვა ინსტრუმენტები საკუთარი აზროვნების მომართვისთვის. შესაბამისად, ამ შეკითხვაზე პასუხი არის ეს, რომ ერთი ტექნიკა ყველა პრობლემასთან ნამდვილად ვერ მუშაობს. წავიკითხოთ, ასე ვთქვათ, შეკითხვები, რომელიც აქ მომწერეთ. აბა ეს შევხედოთ რა მომწერეთ. როგორ მივხვდეთ, რომ საგვარეულო პრობლემა გვაქვს, განსხვავებულია დედის ან მამის მხრიდან. თუ ფინანსური პრობლემები, ასე ვთქვათ, საგვარეულო ტრადიციად არის ქცეული, ესე იგი ეგ არის. სამუშაოს ხშირი ცვლა, ისე კი არა, რომ მაგალითად აქ წარმატებას მიაღწიე და უფრო მაგარ ადგილზე გადახვედი, უფრო კარგ პოზიციაზე, კარგ განაზღაურებაზე, ანუ ზრდა კი არ არის, ხტუნვა იქით-აქეთ. უმუშევრობა, ალკოჰოლიზმი, უფულობა, ფსიქიკური დაავადებები, საჯიში საგვარეულო, ჯვარი წერია ყველას და ბავშვების ადრეულ ასაკში დაღუპვა, რომელიც ესეთ არა ერთჯერად ხასიათს ატარებს და შემდეგ ყველაფერი ეს შეიძლება მიუთითებდეს ზუსტად საჯიში საგვარეულო პრობლემას, მაგრამ ძირითადად მაინც ეს არის, ასე ვთქვათ, სიღარიბე როგორც ტრადიცია რამდენიმე თაობის. ფინანსური უბარაქობა რისი ბრალია? საინტერესო შეკითხვაა. პირველი, გამრუდებული რწმენა წარმოდგენების, ფულის შესახებ, ფულის შოვნის გზების შესახებ,
მდიდარი ადამიანების შესახებ. ამ სამი ფაქტორის მიმართ თუ ამოტენილი გვაქვს თავი ნეგატიური აზრებით, მაგალითად, მდიდარი ადამიანები არიან, ასე ვთქვათ, ხარბები, არამზადები, არაადამიანურები, უმოწყალოები, ასე ვთქვათ, კორუფციონერები, ქურდები და შემდეგ. ეს ერთი, თუ ესეთი ცუდები არიან, მაშინ ქვეცნობიერად არ მინდა ვიყო ესეთი ცუდი და შესაბამისად ქვეცნობიერად არ მინდა ვიყო მდიდარი ადამიანი. ანალოგიურად ფულის მიმართ, ანალოგიურად ფულის შოვნის გზების მიმართ, რომ მაგალითად ფული შეიძლება იშოვო მხოლოდ მძიმე შრომით, ეს ძალიან შემზღუდავი რაღაცაა, იმიტომ რომ ნორმალურ ადამიანს არ მოსწონს წვალება და ტანჯვა-წამება, თუ არ აკლია 1-2 კრამიტი, მარტივად რო ვთქვათ. შესაბამისად, თუ გააქვს ესე წარმოდგენა, რომ ფული იშოვება ან არაპატიოსანი გზებით, ხო? ან რაღაცა ძალიან ბევრი უნდა იცვალო. გაჩერებს ეს ყველაფერი. ან ზოგადად, მაგალითად, შეიძლება ნეგატიური აზრები ქონდეს თვითონ ფულის შესახებ, რომელიც მოდის მაგალითად ბავშვობიდან. მამამ ფული იშოვა, გაიჩინა საყვარელი, ოჯახი დაინგრა. ბავშვის თავში ჩაიჭედა ესეთი აზრი საინტერესო, ხო, ჩაიბეჭდა. ფული არის ოჯახური უბედურების და ოჯახის ნგრევის მიზეზი. შესაბამისად, შეიძლება ესაჩერებდეს. ანუ პირველი ეს არის რწმენა წარმოდგენები. მეორე ეს არის შემზღუდავი გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე დიდობაში გვაქვს, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული, ხო? მესამე ეს არის ალბათ შემზღუდავი სცენარები. მაგალითად, როდესაც შოულობ დიდ ფულს, მე აუცილებლად რაღაცას გართმევს ღმერთით. ვიღაცა კი არა, ჩემი იდიოტიზმი კი არა, ღმერთი. შთაბეჭდილება მაქვს, რომ მოკლედ მეც საქმე არ აქვს იმას. ეს კოსმოსურად თუ გაქვთ ნანახი, წარმოიდგინეთ რა, აი ამის ყველაფრის ავტორს რატომღაც აინტერესებს, რა ჭიჭიკოს 200 ლარით მეტი რო აქვს ხელფასი, მოდი ფეხი მოვტეხოთ. ნუ არის აბსოლუტური სიგიჟე, რო დაუფიქრე რა. ხო და არსებობს ესეთი სცენარი, რომ როდესაც ხდება ზრდა, მე აუცილებლად უნდა დაკარგო რაღაც ჩავარდნა ხდება. აი, ეხ ბევრს ნუ იცინი, იმიტომ რომ მე იტირებ, რაღაც ეგეთ საშინელებები. ან პირიქით, იმისთვის რომ დიდი ფული ვიშოვო, საამისოდ რაღაცა სერიოზული მსხვერპლშეწირვა მომიწევს, ხო? ან სცენარი, რომელიც გეუბნება, რომ არასდროს არ გექნება შენ. ესეთი, ასე შენთვის მისაღები ფინანსური კეთილდღეობა. თუ გინდა გაასკდი შუაში, სულ რომ ტრუსიკიდან ამოხდე, მაინც არაფერი არ გექნება, ან გექნება, ნუ აი ისე რომ შეერი არ მოგდები. ან მეორე ინვერსია ამის, რომ სულ აი ამ მდგომარეობაში ვიქნებით. სწორედ ეს არის ჩვენი ეროვნული სცენარი. არასდროს და სულ ვიქნებით აი ესე. ეგ ცალკე თემაა კიდე, იმიტომ რომ არსებობს რწმენა წარმოდგენები შენი ინდივიდუალური, არსებობს ოჯახური, არსებობს ეთნიკური, არსებობს კულტურული, ცივილიზაციური, რელიგიური. შესაბამისად, ყველა სართულზე, აი აქ, მარაზმის რაოდენობა აღემატება სიცოცხლისთვის და ფინანსური კეთილდღეობისთვის დასაშვებ ნორმას, ხო და აი ამასთან არის ყველაფერთან სამუშაო. ყველაფერი ეს აქამდე რაც ჩამოვთვალე, ეს არის ასე ვთქვათ სტატიკური კომპონენტები. პირობითად რომ შევადაროთ თქვენი სახლის კედლები და ავეჯი. ხო? სახურავი, იატაკი, კედლები, ავეჯი. ან ის რაც არ მოძრაობს. შემდეგ ძალიან საინტერესოა, რამდენად ეფექტურად ირჩევთ და აყალიბებთ ფინანსურ მიზნებს. რამდენად ეფექტურია და სწორია თქვენი ხარჯვის პრიორიტეტები, ბ ხარჯვის ჩვევები. ესეც ამის მონიტორინგიც არის ჩასატარებელი და გასასწორებელია, ასე ვთქვათ ეს ყველაფერი. ასევე საინტერესოა ფინანსურ გადაწყვეტილებებს როგორ ღებულობთ, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ტრიგონომეტრია, აქ არის ძალიან მარტივი ნაბიჯების ალგორითმი, რომელიც თუ იცი, ხო, ნუ ძალიან დიდი ალბათობით ღებულობს სულ უფრო და უფრო სწორ ფინანსურ და არ მარტო ფინანსურ, სხვა შორის, სწორ გადაწყვეტილებებს და წარმატება არის მათ შორის სწორი გადაწყვეტილებების თანმიმდევრობა, ხო? ასევე ძალიან საინტერესოა, რამდენად კარგად იცი რისკების პროგნოზირების ტექნოლოგია, იმიტომ რომ ფინანსურად წარმატებული ადამიანები რისკავენ, მაგრამ რისკავენ, ასე ვთქვათ, პროფესიონალურად.
იციან როგორ გარისკონ, რა სიტუაციაში გარისკონ, რა სიტუაციაში არ გარისკონ. შემდეგ რამდენად გაქვს შემოქმედებითი უნარები განვითარებული და აქ არ გულისხმობ ცეკვა, ხატვა და სიმღერას. აქ გულისხმობ ასე ვთქვათ, აი წინა შეკითხვაში, ამ წინის წინა შეკითხვაში რაც ვთქვით, ხო, იმის დანახვის უნარს რაც შეიძლება ადამიანების ცხოვრება ან გავამარტივო, ან გავაუმჯობესო და ამაში მივიღო ფული, მაგალითად, ხო? ასევე, ასე ვთქვათ, საკომუნიკაციო უნარები, იმიტომ რომ არ არის საკმარისი, რომ რაღაცას აკეთებდე კარგად. ამასთან ერთად საჭიროა, რომ ეს იყოს მოთხოვნადი. შესაბამისად, გაყიდვის უნარი, რამდენად გვაქვს, ხო? რამდენად ვფლობთ საკომუნიკაციო უნარებს ისე, რომ შეგვიძლია გავყიდოთ ჩვენი თავი თუ სერვისი თუ პროდუქტი. შემდეგ, რამდენად გვაქვს გუნდის შექმნის, შერჩევის, ვისთან შევიდეთ ურთიერთობაში, საქმიან ურთიერთობაში, ფინანსურ ურთიერთობაში, ვისთან არ შევიდეთ ფინანსურ საქმიან ურთიერთობაში, ხო? აი ადამიანებს როგორ ვარჩევთ, როგორ დავაპროექტოთ გუნდი, ასე ვთქვათ, რა ურთიერთობა გქონდეს ამ გუნდთან და ასე შემდეგ. ამიტომ, ასე ვთქვათ, ფინანსურ ბარაქიანობას განაპირობებს აი ამ უნარების და აი აზროვნების, რაც აქამდე ჩამოთვალეთ, ეფექტურობა. ზუსტად ამიტომ ვაკეთებთ ხოლმე ესეთ სასწავლო კურსებს, რომელიც გრძელდება 1 კვირიდან 3 კვირამდე დაახლოებით. სხვადასხვანაირად ვაკეთებთ ხოლმე. ხო და წესით, ჩემი ნება რო იყოს, ამას ყველაფერს ვასწავლიდი ადამიანს, როდესაც აი 10-15 წლის რო არის. მაშინ ფულთან მოპყრობას. წარმოიდგინეთ, რა ფული არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი ადამიანის ცხოვრებაში. არის და სავარაუდოდ იქნება. მაგრამ არც საბავშვო ბაღში, არც სკოლაში, არც იმაში, რა ქვია, პროფსასწავლებელში, არც ინსტიტუტში, არსად აბსოლუტურად ელემენტარულ ინსტრუქციას არ აძლევენ, რა ჯანდაბა უნდა მოიმოქმედო იმისთვის, რომ იყო ფინანსური კეთილდღეობის მდგომარეობაში, ხო? არ არსებობს ესეთი ინსტიტუციური მიდგომა ამის მიმართ, რომ რაღაცა ადამიანები იყვნენ უფრო გათვითცნობიერებულები. შესაბამისად, სისტემურ დონეზე დაგეგმილი გვაქვს იღატაკი. ხო და ამის დასაძლევად ინდივიდუალურ დონეზე მაინც აი ის კურსი, რაც შევქმენით, ფაქტიურად, ხო? ეს არის ზუსტად აი იმ უნარების ნაკრები, რაც უნდა გქონდეს ადამიანს, რომ გრძნობდეს თავს როგორც თევზი წყალში ფინანსების თემაში. აი ასე და ამგვარად. წავიკითხოთ შემდეგი. Lives თუ დავტოვებთ. როგორ უნდა მოითხოვო ხელფასის მომატება, დადებითი პასუხი რომ მიიღო. ეს არის ჩვეულებრივი მოლაპარაკების და ვაჭრობის თემა. არ არის აქ არაფერი განსაკუთრებული. იმისთვის რომ მიიღოთ უფრო მაღალი ხელფასი, პირველი უნდა შეგეძლოთ იმის დემონსტრირება, რა დამატებითი ღირებულების შექმნა შეგიძლიათ თქვენ სამუშაო ადგილზე, თქვენი დამსაქმებლისთვის, ხო? რეალურად, ასე ვთქვათ, ის რასაც თქვენ თავაზობთ, ის შრომა, ის მიდგომები, პროექტები, ტექნოლოგიები, ან აძლევს საშუალებას, რომ ფული დაზოგოს, ან ფული გააკეთოს. ყველა სხვა დანარჩენი არის ბელეტრისტიკა. ეს ერთი. და მეორე, სამუშაო ადგილზე გჭირდებათ ალბათ საკუთარი თავის ბრენდინგი და პიარი. იმისთვის, რომ შეიქმნათ არა მხოლოდ რეპუტაცია სანდო პროფესიონალის პერსპექტიული კადრის, არამედ იმიჯი. მეტი განსხვავდება ერთმანეთისგან რეპუტაცია და იმიჯი. რეპუტაცია არის რაციონალური გააზრება იმისა, რომ აი ამ ადამიანთან საქმის დაჭერა შეიძლება, იმიჯი ეს არის ემოციური დამოკიდებულება, ხო? აი იმასთან ვიცი, რომ შეიძლება საქმის დაჭერა, მაგრამ არ მევასება რა. ამასთან საქმის დაჭერაც შეიძლება და თან კაი ტიპია. ხო და წაიკითხეთ, ასე ვთქვათ, რამე მასალების საინფორმაციო, საკუთარი თავის ბრენდინგში და აი ამ ორ რაღაცას ამ ორი მიმართულებით წადით, ასე ვთქვათ, ერთი საკუთარი თავის ბრენდინგი, გაამყარეთ, რეპუტაცია და იმიჯი შექმნით ისეთი რომ ხართ
ძალიან ღირებული თანამშრომელი და მეორე კონკრეტულად აჩვენეთ ადამიანს, რომ აი მეც თუ გადამიხდით, ხო, ამ შემთხვევაში მე შემიძლია შემოგთავაზოთ ეს და ეს. კიდე არის საინტერესო მიდგომა, როდესაც მიდიხარ გასაუბრებაზე სადმე სამსახურში, იმისთვის რომ ეს გასაუბრება კარგად გაიარო, წარმოიდგინე რომ შენ უტარებ გასაუბრებას. პირდაპირ შეგიძლია დაუსვა ნებისმიერი შეკითხვები, მათ შორის ძალიან უხერხული, ხო? რომ მოახდინო იმის დემონსტრირება, რომ მარტო თქვენ არ მარჩევთ, მეც გარჩევთ, ასე ვთქვათ, საერთოდ მინდა მე თქვენთან მუშაობა თუ არ მინდა, მაწყობს ეს ამბავი თუ არ მაწყობს. და ასე შემდეგ. გარდა ამისა, შემიძლია შემოგთავაზოთ პროფესიული კომუნიკატორის ინსტრუმენტები. ამისთვის შეგიძლიათ შემოგვიერთეთ ჩემს დახურულ კლუბში, ფსიქოლოგიურ კლუბში, რომელსაც ქვია ნეიროსპექტივა. და აი იქ გვაქვს ცალკე კომუნიკატორების სკოლა, მთელი პროექტი, სადაც ვსწავლობთ პროფესიონალურ კომუნიკაციას, დარწმუნების სილეთებს და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო რაღაცას, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი პროექტი. თვითონ კლუბში ბევრი სხვა ინსტრუმენტია ისეთი, რომელიც გეხმარება საკუთარ თავზე მუშაობაში. გარდა ამისა, თვეში გვაქვს 2 ლაივი, კიდე ან ფაქტიურად 2 ერთსაათიანი ტრენინგი. და ასე შემდეგ, ან ამოვწურავთ ამ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ, სად შეგიძლიათ გაეცნოთ? ჩემს page-ზე, აი პირდაპირ იმაზე გამოტანილია ბანერზე, მე მგონი. ხო და წაიკითხეთ, თუ გნებავთ, აქაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი რესურსები. შემდეგი შეკითხვა, ერთწლიან პროგრამაზე თანხა უნდა დაიფაროს ერთიანად თუ ეტაპობრივად? ერთიანად შეიძლება და ეტაპობრივადაც შეიძლება. ბედისწერა რა არის და შეიძლება თუ არა მისი შეცვლა? ბედისწერა ეს არის თქვენი რწმენაწარმოდგენების მუშაობის ერთობლიობა. მარტივად რო ვთქვათ. არსებობს ძალიან ღრმა გაუცნობიერებელი რწმენაწარმოდგენები, რომელიც აქვს ადამიანს თავში. და შეიძლება აი ამან განაპირობოს მისი ცხოვრების სვლა გარკვეული მიმართულებით. ყველაზე კარგი შემთხვევა არის, როდესაც აღმოაჩენთ აი ამ შემზღუდავ რწმენაწარმოდგენებს, ამოიღებთ, ასე ვთქვათ, ამოწევთ დღის შუქზე, ქვეცნობიერიდან და საერთოდ განთავისუფლდებით. არანაირი ბედის სცენარი არ გქონდეთ, რომ თქვენი აქ და ამჟამად მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავდნენ თქვენი ცხოვრების მსვლელობას. იმიტომ რომ რაღაცა მოცემული სცენარი თუა, ნუ აქ არ შეიძლება გავაკეთოთ პიროვნების თავისუფლების კონსტატაცია. შესაბამისად, ბედისწერა, როგორც ასეთი, ეს არის პროგრამების ერთობლიობა ქვეცნობიერში, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული თავისთვის გარკვეული ფინალი, ან როგორ ყალიბდება ბედისწერის პროგრამა თუ აქ ადამიანს. ჯერ ყალიბდება ფინალი. ანუ როგორ მინდა რომ დასრულდეს ჩემი ცხოვრება და შემდეგ იმისთვის რომ ჩემი ცხოვრება დასრულდეს ესე, აი ასე რა პიესა და რა დახუჭობანა უნდა ვეთამაშო საკუთარ თავს მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ საბოლოო ჯამში ფინალი იყოს აი ისეთი, როგორც იყო თავიდან დაგეგმილი. საინტერესო ისაა, რომ აი ესეთი სცენარული სქემები ყალიბდება ხანდახან 6 წლამდე ასაკში, ძალიან პატარაობაში. მაგრამ კაი ამბავი არის ის, რომ ყველაფერი ამის იდენტიფიცირება შეიძლება, პოვნა შეიძლება, გადაპროგრამება შეიძლება, საერთოდ გათავისუფლება შეიძლება ამისგან ყველაფრისგან. ამის უებარი საშუალება არის ნეიროლინგვისტური ფსიქოთერაპია. არასწორი ხარჯვაც საინტერესოა? ერთი მომენტი, აი როგორც მეტყველებთ, ისე აზროვნებთ ზოგადად და როდესაც წერთ არასწორი ხარჯვა საინტერესოა, კი, ცნობიერად იცით, რომ თქვენ ახლა შეკითხვას სვავთ, რომ გაინტერესებთ ჩემგან, რას ვფიქრობ ამაზე, მაგრამ თქვენს ქვეცნობიერს ბუკვალურად ესმის ეს ამბავი. და თქვენი ტვინის რაღაცა ნაწილი ამას აღიქვავს ბრძანებად. ანუ საინტერესოა, როდესაც ხარჯავ არასწორად. და როდესაც სწორად ხარჯავ, მოსაწყენი ხდება შესაბამისად, ხო? ამიტომ ძალიან ხშირად არა, მაგრამ აი რიგ შემთხვევებში პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს პათოლოგიური მეტყველება და არა პათოლოგიური აზროვნება. არასწორი ხარჯვა. ამაზე ნაწილობრივ გავეცით პასუხი, იმ შემთხვევაში თუ გვაქვს ჩამოყალიბებული
ასე ვთქვათ, კაპიტალიზაციის მიზანი. ანუ რამდენი ფული გჭირდება საბოლოო ჯამში, ხო? აი ერთ წელიწადში რამდენი ფული მინდა მქონდეს. აქედან ხდება გასაგები სად რას ვხარჯავ, ეს ერთი. მეორე მომენტი, ჩამოწერეთ ფუცელზე, უბრალოდ სხვანაირად წაით. წარმოიდგინეთ, რომ იმდენი ფული გაქვთ, რამდენიც გსურთ რომ გქონდეთ და ჩამოწერეთ, აი 50 რაღაცა რისი ყიდვაც შეგეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ იმდენი ფული, არ ხართ ფინანსებში შეზღუდული მოკლედ. შემდეგ ამ 50-დან ამოარჩიეთ ტოპ 5-ეული. რა გინდათ მთელი გულით და ძალიან. შემდეგ ეს პატარა ფურცელზე დაწერეთ და ჩადეთ საფულეში, იქ სადაც კიდევთ ფული და საკრედიტო ბარათები. რომ სანამ დახარჯვას გადაწყვეტთ რაღაცის, ხო? რომ თვალში მოგხვდეთ, აი ეს და რომ მიხვდეთ, რომ რაღაც სისულელეში რომ ხარჯავ ფულს, რამდენად ასე ვთქვათ, შორდები აი ამ შენ სანატრელ რაღაცეებს სინამდვილეში, ხო? ეს ერთი. ნუ თუ ბანკინგით სარგებლობ, გადაუღეთ სურათი და ტელეფონში დესკტოპზე დააყენეთ, ეგე რა აქვს. სანამ შეხვალთ, რომ გეცეთ თვალში. ეს ასე ვთქვათ, გამოფხიზლებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ფულს ხარჯავს ტრანსულ მდგომარეობაში. აი იცის პრიორიტეტები აქვს, გეგმები აქვს, სწორად დახატული მიზნები და უცებ ჩხაკ რაღაცა და წავიდა შოპინგი. ხო და ტრანზიტიდან გამოდის იღვიძებს, როდესაც ხელფასი 2/3 მიხარჯული აქვს მერცხმელის რაში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მათ შორის ემოციურ ხარჯვასთან. ემოციური ხარჯვა რა არის, როდესაც რეალურად ის ნივთი არ გჭირდება. რავი, თუ გაქვთ სახში აი მილიონი რაღაცა ნივთი, ნაყიდი კურსები ონლაინ რაღაც, მოკლედ ისეთი რაღაცეები, რაც იყიდეთ და არ იყენებთ რა, ან მერე სხვებს შუქნით. ესე იგი, იმ მომენტში თქვენ ის ნივთი არ გინდოდათ, ემოცია გინდოდათ რეალურად. ხო და ნუ ემოციაში ამ ხელა ფულის დახარჯვა ცოტა მაინდა-მაინც აქციელი არ არის. შესაბამისად, თუ ხვდებით, რომ ჩვენ ცხოვრებაში არის ნაკლები, დადებითი ემოცია, ფულის მეშვეობით კი არ უნდა ვიყიდოთ 15 წუთით ის ფსევდობედნიერების განცდა, დავფიქრდეთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ცხოვრებაში რეები უნდა შევცვალო იმისთვის, რომ მეტი სასიამოვნო ემოცია გაჩნდეს. ვუალა, წავედით შემდეგ. ყოველთვის ვამბობდი, ბევრი ფული არ მინდა, არ მიყვარს, ფული, ხელის ჭუჭყე და შემდეგ რეალურადაც ზრუნავს სამსახურსა და საქმეების კეთებაზე. შრომა მიყვარს, მაგრამ ვერ ვზრუნავ მეტი ფულის შოვნაზე. თითქოს არ მჭირდებოდეს მეტი ფული, როგორ გამოვსწორდე? ვაიმე დედა. პირველ დაფიქრდით, რეალურად ფული რისთვის გჭირდებათ. რა შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში უკეთესობისკენ? იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად იმ ფულის რაოდენობა, რაც გაქვთ ახლა, გაიზრდება 4-ჯერ და იმუშავებთ 2-ჯერ უფრო ნაკლებს, მაგალითად, ხო? აი წარმოიდგინეთ, რომ 2-ჯერ უფრო ნაკლებს მუშაობთ და 4-ჯერ მეტს შოულობთ. რა იქნება თქვენ ცხოვრებაში სხვანაირად? აი რაც უფრო კარგად დეტალებში წარმოიდგენთ ამ რაღაცებს. ანუ თქვენ შემთხვევაში საზრისის პრობლემაა. თავი და თავი. არ ვიცი, რამდენად ეფექტური ხართ, ასე ვთქვათ, იმ სკილებში, რომელიც გჭირდებათ ფულის შოვნისთვის, ინვესტირებისთვის, გადადებისთვის, ხარჯისთვის და შემდეგ. მაგრამ პირველი და ყველაზე მთავარი განსაზღვრეთ საზრისი. რისთვის გჭირდებათ ეს ფული? კიდევ უფრო რომ დააზუსტოთ ეს ამბავი, გაიაზრეთ საერთოდ როგორი ცხოვრება გსურთ რომ გამოგივიდეთ. არა ერთ წელიწადში, არა, საერთოდ მთლიანად. წარმოიდგინეთ, რომ ხართ 100 წლის ხნიერი ადამიანი და მოიხედეთ უკან, გავლილ ცხოვრებას შეხედეთ ესე და ამბობთ, რომ ესე უნდა ეცხოვრა ადამიანს, აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილების შეგრძნებით უყურებთ გამოვლილ გზას და მერე დაფიქრდით, აი ეს ცხოვრება რა ღირს რეალურად. ანუ რამდენი ფული გჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ცხოვრებით იცხოვროთ, ხო? ეგ არის.
ამეებს, როდესაც გაიაზრებთ, მინიმუმ პირველ უზარმაზარ ნაბიჯს გადადგავთ და შემდეგ დახედეთ, რა შეიძლება, რა შესაძლებლობებს შეამჩნევთ თქვენს გარშემო. როგორ ავწიოთ ეგრეთ წოდებული ფინანსური კრიშა, ქვეცნობიერში თუ არის ამის ტექნიკები? არის ამის ტექნიკები, 30 ნოემბერს იწყება კურსი. რომელსაც ქვია ფინანსური წარმატების ფსიქოლოგია. ლინკი გამოჩნდება ახლა იმაში, ჩატში. შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ლინკზე. გაიცნოთ პროგრამას, დარეგისტრირდეთ და არა მარტო ფინანსურ კრიშას, არამედ ბევრ სხვა დანარჩენ ფინანსურ პრობლემასაც მოვაგვარებთ. რატო გთავაზობთ კურსს და არა ცალკე ტექნიკას. როდესაც გაქვს დაბალი ფინანსური ზღურბლი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ რეალურად სიღარიბეს გეგმავდა შენი ქვეცნობიერი. შესაბამისად, ქვეცნობიერი საერთოდ არ კავდება იმ უნარების განვითარებით, რომელიც სჭირდება არა მარტო მიზან დასახვას ფინანსურს, არამედ იმ საქმიანობას, რომელიც იქამდე მიგიყვანს. ძალიან ბევრ უნარს არ ავითარებს ელემენტარულად. მაგალითად, თulis უნარს, გაყიდვის უნარს, თვითპრეზენტაციის უნარს, კრეატიულობის უნარს, მოლაპარაკებების წარმოების უნარს, კონფლიქტების დარეგულირების და კიდევ ბევრ საინტერესო უნარს უბრალოდ არ ქმნის ქვეცნობიერი ბლოკავს ამის განვითარებას, იმიტომ რომ თუ ესეთი დაბალი ჭერი გაქვს ფინანსური, ხო? ნუ ესე იგი ხა ფიქრობს ქვეცნობიერი, ხო? ხა ამას რო ეს უნარები გავუშტეს, მაშინ გაფრინდება და იშოვის გაცილებით მეტ ფულს, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ამან აი ამაზე მეტი ვერ იშოვოს, ხო? შესაბამისად, ნელთბილ მდგომარეობაში უნდა შევინარჩუნოთ. ამიტომ მობძანდით. საერთოდ თუ შეიძლება ისინი, ვისთვისაც არის აქტუალური ფინანსური ზრდა, მაინტერესებს რამდენი ადამიანია, ვისაც რეალურად გსურთ, რომ აი შემდეგი წელი, 2022 წელი ფინანსურად იყოს გაცილებით უფრო შთამბეჭდავი, შედეგიანი და ასე დოვლათიანი, ვიდრე იყო მანამდე ყველაფერი, ხო? 3-7-იანი დასვით თუ შეიძლება ჩატში. აი ამ ადამიანებმა, ვისაც ეს რეალურად გსურთ. ჩვენ კი წავიკითხოთ შემდეგი შეკითხვა. თქვენ ხართ ძალიან საინტერესო. მადლობთ. ესეთი ნატვრა უნდა ავისრულო, სკამზე დამდგარმა უნდა წავიყვანო ერთი ლაივი მაინც. აქამდე ვერ ვქენი. იმის ახსნა არ გჭირდებათ, ხო? ეხლა ვხუმრობ და ეხლა არ ვხუმრობ. აპრიორი მგონია რომ ჭკვიან ადამიანებთან მაგთან, მაგრამ ეს რაღაცა მბრიდავს ხოლმე რა, იდეები რაღაცა და ეხლა ვხუმრობ, იცით? ნუ ავი. შემდეგ კომენტარი. ეს წავიკითხეთ კი. როგორ ესეც წავიკითხეთ, ეს დახტის ეს ჩატი იქით-აქეთ მოკლედ. ბატონო. ჩემ შვილს პირველი კლასიდან დაუნიშნე ხელფასი. ექვითება თუ გააცდენს ან არ შეასრულებს დავალებას. აქვს ბონუსი სემესტრულად. დღეს იცის სწორი გადანაწილება, დაგროვება და ემოციური ყიდვა შეამცირა. სწორი ფორმა მისი ფინანსური ქცევის სწორად ჩამოსაყალიბებლად? კი, რატომაც არა. ერთ-ერთი გზა მათ შორის არის ესეთი ქცევითი. დარწმუნებული ვარ, სხვა რაღაცეებზეც ზრუნავთ თქვენი შვილის განვითარებაში, ხო? პიროვნულ განვითარებაში, ღირებულებების აღქმაში საკუთარი და ამ შემდეგ. ამ შემთხვევაში გადასარევია ყველაფერი. შემდეგი. ეს ტრანსი და ემოციური ხარჯვა მემართება ტრენინგებზე და კურსების შეძენაზე. მობძანდით. ან კურსზე, ან ჩემთან მობძანდით ფსიქოთერაპიაზე და კურსებზე და ტრენინგებზე კი არა. შეიძლება ელემენტარულ რაღაცებზეც ვერ დახარჯოთ ისე გადააწყოთ საკუთარი აზროვნება. წავიკითხოთ შემდეგი.
მადლობა პასუხისთვის, ვფიქრობდი, რომ რაიმე იდეა დამბადებოდა, რითაც ფული შემეძლო მეშოვა სამსახურის პარალელურად, მაგრამ აქამდე ვერ მივაგენი და აუცილებლად გავაკეთებ. იმ სავარჯიშოს დღეში 10 საჭიროების შესახებ და იმედია რაიმე იდეას მივაგნებ. კი, აქ არის მთავარი, ასე ვთქვათ, twins პირობითად რაზგონი ავაღებინოთ ამ მიმართულებით, რომ აი დღეს აკეთებთ ამას, ხვალ, ზეგ, მაზეგ, ერთ კვირაში ყველგან დაიწყებთ იმის შემჩნევას, სად რა აკლია, სად შეიძლება შექმნათ დამატებითი ღირებულება და შესაბამისად ამაში აკეთოთ ფული. შემდეგი შეკითხვა, როცა ხარჯავ და ნერვიულობ, ეს რის გამოა ნეტა, რომც პრიორიტეტულ საკითხში დავხარჯო, შეიძლება მაინც შფოთვა დამეწყოს, რა შეიძლება გავაკეთო. ამ შემთხვევაში სავარაუდოდ რაღაცა ფსიქოტრაუმასთან გაქვთ საქმე, რომელიც ან თქვენ გეხებოდათ რაღაცაში მაგალითად ფული დახარჯეთ და ამის შემდეგ მოხდა რაღაცა ძალიან უსიამოვნო, ან აი ტიპიური მომენტი არის ხოლმე სახში სკანდალები, როცა ოჯახის წევრები ჭხოვებენ, ამდენს რატო ხარჯავ, ხარჯავ და ასე შემდეგ. ზოგადად ხარჯვა როგორც ასეთი, როდესაც არის ნეგატიური ემოციის ჩამრთველი პრინციპში, როგორც ცნება, ხო? პავლოვი ხო გახსოვთ, სადისტი, ორჯერ ნობელის ლაურეატი და მისი ძაღლები, ხო? მეგრეთ საჭმელი ზარი, საჭმელი ზარი, საჭმელი ზარი. ფულის შესახებ უბრალოდ სკანდალი სიტყვა ხარჯვა, სკანდალი სიტყვა ხარჯვა, სკანდალი სიტყვა და მული ყალიბდება უბრალოდ პირობითი რეფლექსი ყალიბდება. ეს არის და ეს რა გააკეთოთ ამ შემთხვევაში, გადაკეთოთ ბიოგრაფია, თუ თქვენ თვითონ გსურთ ამის კეთება, შეგიძლიათ ესე ვთქვათ, ნახოთ, სად ისწავლეთ. იცით როგორ შეიძლება გააკეთოს? თუ იყო ოდესმე თქვენ ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როდესაც თავისუფლად ხარჯავდით ამ ფულს, როდესაც შფოთვა არ ქონდათ. სავარაუდოდ ან კი ან არა, ხო? თუ არა, ესე იგი, აი ძალიან ღრმა ბავშვობიდან წამოსული რაღაცეებია, რაც უნდა ვეძებოთ ოჯახურ ისტორიაში. თუ კი, ნახეთ, რა მოხდა? ისეთი, რის შემდეგაც თქვენ დაიწყეთ შფოთი. ეს დაახლოებით იმის გაგებას მოგცემთ, ესე ვთქვათ, რა არის შესაძლებელი. ან მობრძანდით პირად კონსულტაციაზე და ესე ვთქვათ, საკმაოდ მარტივად ვიპოვით და გადავწყვეტთ ამ ამოცანას ერთ, მაქსიმუმ ორ კონსულტაციაში. შემდეგი შეკითხვა. როგორი მიდგომით შეიძლება ვიმუშაოთ ქვეცნობიერთან, რომ ვალად გაცემული ფული უკან დავიბრუნოთ? ეს რაღაცა მაგიურ რაღაცეებს თხოვთ, ხო? ზოგადად აქ არის საჭირო სტრატეგიული მიდგომა. მარტივად რო ვთქვათ. ანუ იმ სცენარების გააზრება, იმ რწმენაწარმოდგენების გააზრება, რატო აღმოჩნდით საერთოდ ამ სიტუაციაში. სავარაუდოდ ეს არის დაბალი ფინანსური ზღურბლი. სავარაუდოდ ეს არის სიღატაკე როგორც სცენარი. ან სიღარიბე როგორც სცენარი, ან ფულის კარგვა როგორც სცენარი, იმიტომ რომ ეს ფული თუ არის გაცემული და ის ვიღაცა თუ ვერ გიბრუნებს ამას, რავი, რა უნაქნა. ვერცად ვერ იზავ. მაგრამ სამომავლოდ რო არ აღმოჩნდი ასეთ სიტუაციაში, კი. აქ აზროვნებაა შესაძლებელი, ასე ვთქვათ, პირველ რიგში ქვეცნობიერი დამოკიდებულება ფულთან. რატო აქ ქვეცნობიერს გადაწყვეტილი ფულის რაღაცა რაოდენობის მოშორება? ეს არის ერთ-ერთი გზა. ვალად მიცემა და დამშვიდობება. მეორე გზა არის ცოლს გაარეცხინო შარვალში. მესამე გზა არის რაღაცა იდიოტობაში დააბანდო და დაკარგო ეს ამბავი და მეოთხე გზა არის ისე დახარჯო, რომ ვერ გაგახსენდეს საწაიღე ამოდენა ფული და ასე შემდეგ. ბევრი შემოქმედებითი გზა არსებობს, რომელსაც ირჩევს ქვეცნობიერი, იმისთვის, რომ შეასრულოს ის სიღარიბის პროგრამა, რომელიც სადღაც გვაქვს ნასწავლი დიდწილად ბავშვობაში რა. ჩემს თავზე ვმუშაობ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ამოვედი ვალების აღებიდან. მობრძანდით 30 ნოემბერს
კურსზე. წავიკითხოთ შემდეგი შეკითხვები. ჩემი შვილი 15 წლის უცხო თანატოლებს, რომლებსაც იცნობს ინტერნეტით მხოლოდ დავალებების მომზადების სანაცვლოდ ახდევინებს ფულს. ეს კარგია თუ ცუდი? მგონია რომ ეს სიკეთის კეთება არაა. ანუ მათ მაგივრად აკეთებს რაღაცას და ფულს იღებს ამაში? თუ სწორად გავიგე? რავი, რატო უნდა აკეთოს მათ მაგივრად დავალება ისე? თან არ იცნობს. მარტო ინტერნეტით იცნობს, ხო? ფაქტიურად არც მეგობარია, აქვს საქმიანი ურთიერთობა ზოგადად. პრობლემა რაშია ამ შემთხვევაში? თუ გავიაზროთ. სავარაუდოდ პრობლემა იმაშია, რომ რაღაცის გეშინიათ მომავალში, ხო? რომ გაიზრდება ასეთი და ისეთი, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ, პრობლემა რაშია? არის თუ არა სარისკო მკვეთრი ცვლილება ცხოვრებაში 40 წლის ზევით თუ არ გამოვიდა, რამდენად სარისკოა ფსიქოლოგიურად გამკლავება. ფულთან რა კავშირშია არ ვიცი, მაგრამ თუ რაიმე მკვეთრ ცვლილებას აპირებთ, ამ ასაკში კი არ ნებისმიერ ასაკში. ჩემი დაჟინებული რეკომენდაცია იქნება. მიბრძანდით ან ფსიქოლოგთან, ფსიქოთერაპევტი ნაკლებად გჭირდებათ. ან ფსიქოლოგთან, ან კოუჩთან, იმისთვის, რომ უფრო ღრმად გაიაზროთ ის мотивация, რომელიც დევს გააწყვეტილების, ასე ვთქვათ, ფუძეში. შეიძლება გაუცნობიერებელი მოტივებიც კი ამოწიოთ ზედაპირზე. ანუ მოდი წინასწარ გააკეთეთ, წინასწარ მიდით და წინასწარ მომართეთ აზროვნება ეფექტურად და არა პოსტფაქტუმ, როდესაც ასე ვთქვათ, წარუმატებელი იქნება ეს ამბავი და მე აროთ ფული ფსიქოთერაპიაში. ერთი კონსულტაცია მდე გაცილებით უფრო კომფორტულია და იაფი, ვიდრე შემდეგ 200 წელი. შემდეგი შეკითხვა. ნეიროლინგვისტური მეთოდები ეხმარება ფინანსურ კეთილდღეობის გაუმჯობესებას. თუ ეგ არის დამატებითი მეთოდები ფინანსების კურსთან ერთად. მოდი რა ლინკზე გადადით და ნახეთ, რას გთავაზობთ იმ კურსში, იმიტომ რომ იქ არის აღწერილი ამომწურავად. ნეიროლინგვისტური პროგრამირება გეხმარებათ საკუთარი აზროვნების ნებისმიერი დიზაინის შექმნაში. ნებისმიერ ამოცანასთან მიმართებაში. არა აქვს მნიშვნელობა სასისქის გაყიდვას აპირებთ, თუ რაკეტების გაშვებას კოსმოსში. ნეიროლინგვისტური პროგრამირება ფაქტიურად არის აზროვნების ტვინის გამოყენების ინსტრუქცია. გამომდინარე იქიდან, რომ დედა ბუნებამ მოგცა ძალიან ძლიერი სუპერკომპიუტერი, აი აქ, მაგრამ ინსტრუქცია არ გამოაყოლა Z, ნეიროლინგვისტურმა პროგრამირებამ შეავსო ეს, ასე ვთქვათ, თეთრი ლაქა. და ნეიროლინგვისტური პროგრამირების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ არაეფექტური ფინანსური აზროვნება, ან შექმნათ ეფექტური ფინანსური აზროვნება, რაც ბუნებრივია გამოიღებს შედეგს ფინანსების ზრდის სახით. შემდეგი შეკითხვა. მიუხედავად იმისა, ვიცი, რომ რამდენი უნდა დავხარჯო, ყოველთვის ორჯერ მეტი მეხარჯება ალბათ. მე 500-ზე ვდგები და თავი მტკივდება. ეს არის კომპულსური ქცევა, ეგრეთ წოდებული. აქ გჭირდებათ კონკრეტული ტექნიკები, რომლებიც მოგეხმარებათ კონტროლის აღდგენაში საკუთარ ემოციებზე რეალურად იმ მომენტში, როდესაც რაღაცას ხარჯავთ. ან აქ კონკრეტული ინსტრუმენტები გჭირდებათ ამ შემთხვევაში. და სანამ მოხვალთ კურსზე და ამ ინსტრუმენტებს ისწავლით, მანამდე სიტყვა უნდა შეცვალეთ სიტყვა მინდათი. იმიტომ რომ აი აქ რასაც წერთ საინტერესო რაღაც. ვიცი რამდენი უნდა დავხარჯო.
და ხარჯავ ორჯერ უფრო მეც, ხო? ჩამოაყალიბეთ ეს ფრაზა სხვანაირად. ვიცი რამდენი მინდა დავხარჯო. შეიძლება გაცილებით უფრო კონტროლირებადი გახდეს თქვენი ხარჯვის ჩვევები ამის შემდეგ. ჩემ შვილს ყველაფერი ცალკე შეუძლია გაანალიზოს, მაგრამ ემოციურ ყიდვებს ვერ დააღწია თავი. შეამცირა, მაგრამ ემოციების დროს იგივე საკეთებს, მერე აღნიშნავს, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მობძანდით, რამხელა გააჩნია, ან თქვენ მოდით კურსზე. ან შვილი გამოუშვით თუ არით 18 წლის. სხვა შეს ამ კურსის კიდე ერთი დიდი პლუსი არის ის, რომ როდესაც შენ გიჩნდება ფინანსური აზროვნების და ქცევის ჯანსაღი ჩვევები, ხდები შენი შვილებისთვის ჯანსაღი მისაბაძი მაგალითი, იმიტომ რომ ჩვენი შვილები აკეთებენ არა იმას, რასაც ვეუნებით, არამედ იმის კოპირებას ახდენენ, როგორც ვიქცევით. ქვეცნობიერად კეთდება ეს, ხო? და მერე უნდა თუ არ უნდათ, მათი twin-ი, ასე ვთქვათ, ამეორებინებს ჩვენი ქცევის მოდელებს. შესაბამისად, თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილებმა რაღაცა გააკეთონ უკეთესად, საკუთარ თავში მოიყვანეთ ეს ნორმაში და პრობლემა გაქრება შარშანდელი თოვლივით. დავიკითხოთ შემდეგი. დიდი მადლობა ხარჯვის შფოთის შესახებ, რომ მიპასუხეთ. მე ვეცდები ჩავუждდე, იმდენ რამეს გავართვი თავი, ამიტომ თქვენი ტექნიკების გამოყენებით, რომ იქნება ამასაც გავუმკლავდე. ისეთი მადლიერი ვარ თქვენი, 1 წლის წინ გიპოვეთ და იმდენი კარგი რამე მოხდა, ამ 1 წელიწადში სულ თქვენს მადლიერებაზე ვსაუბრობ ყველასთან. დიდი მადლობა, ძალიან კაი, რომ ასე გამოგადგათ ეს ყველაფერი. საკითხი არის იმაში, ვიყენებთ ამას ყველაფერს თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ ვიყენებთ ამ მეთოდებს, მიდგომებს, გადასარევად მუშაობს სწრაფად და ძალიან მდგრადი შედეგით. ასე და ამგვარად. თუ გვაქვს რაიმე შეკითხვა, ეგ 1 საათია ურთიერთობთ, ხო უკვე? თუ გვაქვს კიდევ რაიმე შეკითხვა, გისმენთ. თუ შეკითხვა არ გვაქვს, თუ შეიძლება 1-დან 10-მდე ჩატში დავწეროთ, რამდენად აქტუალური საინტერესო გამოდგა ჩემი პასუხები თქვენთვის, რამდენად გამოსაყენებელია და ნელა შეგვიძლია დავასრულოთ. ხალხო, ვინც მემატებით ჩემს პირად ამ page-ზე კი არა, პირად page-ზე ამოვსებულია ის მეგობრების ლიმიტი და აქ მას ქენით, ეს გვერდი გამოიწერეთ. იქ აღარ მამატებინებს არავის. Так. სადღაც ნახოთ, კვირას შეიძლება შეიძლება დავგეგმოთ ესეთი მასტერკლასი რაიმე საინტერესო თემაში ფინანსების კუთხით. ნახოთ, დრო როგორ მექნება ეგ არის რა. ეთილი, მე მგონი ამოვწურეთ, ხო? ყველა შეკითხვა, რისი დასმაც გვინდოდა, პრინციპში, მე მგონი არავინ არ გამომჩა, ყველა შეკითხვას უპასუხეთ. ანგარის ნომერი მითითებულია, თუმცა ვერ ვიპოვე ვინ არის მიიმღები. თუ არის ტელეფონის ნომერი, დაურეკეთ, იმიტომ რომ მე არ ვარ ამის მენეჯმენტით დაკავებული ამ შემთხვევაში. მიწერეთ პირდაპირ. ან სკრინი ჩამიგდეთ იმაში, რა ქვია, პირად მიმოწერაში.
კეთილი და პატიოსანი. მაშინ სავარაუდოდ კლუბის წევრები ვინც ხართ შევხვდებით კლუბში ამ კვირაში. გვექნება საინტერესო თემა, როგორ მივიღოთ რეალობა და როგორ მოვახდინოთ მისი ტრანსფორმაცია. წინა თემა გქონდა როგორ დავიწყოთ იმ ფუნდამენტის შექმნა, რომელიც გვაძლევს კომუნიკაციის დროზე გავლენა მოვახდინოთ ჩვენს მოსაუბრეზე. დანარჩენებს კიდევ გავმეორდებით, თუ გამოვიდა და დრო ვნახეთ, ან შაბათს ან კვირას გავაკეთოთ, მოდი 1 საათიანი ეთერი რაიმე საინტერესო თემაზე ფინანსებთან მიმართებაში. კლუბის წევრებმა სად მოძებნონ კომუნიკაციის ვიდეოები? პირდაპირ დევს იმაზე, კედელზე. ან შედიხართ იმაში, ოპციაში ვიდეო და იქ დევს აბსოლუტურად ყველაფერი. კარგით, ხალხო, მოკლედ სანამ გადაწყვეტ კურსში ჩართვას, ხო, ყურადღებით წაიკითხეთ, იმიტომ რომ რამდენიმე პაკეტია. ნახეთ თქვენც ოპტიმალური ვარიანტი რომელია, იმიტომ რომ რამდენიმე პაკეტში არის, ასე ვთქვათ, პირადი კონსულტაციაც გათვალისწინებული. კლუბის საწევრო რამდენია? კაი შეკითხვა. არ მახსოვს, მაგრამ აი ძალიან სიმბოლური თანხაა რაღაცა. $9 თუ 20 ლარი, აღარ მახსოვს. კეთილი და პატიოსანი. მაშინ გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ ბედნიერებას, გისურვებთ წარმატებას, პირველ რიგში გისურვებთ გააზრებულ ეფექტურ მუშაობას საკუთარ თავზე. მიყევით, ასე ვთქვათ, ეძებეთ მუშაობის სწორი, ქმედითი მეთოდები, ეძებეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩალურჯებული თითებით, ჩააკვდებით ამ ადამ კუკუს დროინდელ მეთოდებს, რომელსაც კაი ხანი აღარავინ იყენებს განვითარებულ სამყაროში, ჩვენზე ვარჯიშობენ, ვინც იქ აღარავის ჭირდება, მოკლედ ჩვენთან ჩამოდის მთელი ეს ხალხი. ხო და ეძებეთ თანამედროვე მეთოდები, თანამედროვე მიდგომები, იმიტომ რომ ისევე როგორც სხვა დარგში ვითარდება ტექნოლოგიები, ისევე ფსიქოტექნოლოგიებიც ვითარდება და რასაც ჭირდებოდა ადრე წლები, ეხლა ჭირდება საათები. ხო და შესაბამისად, რაც უფრო გათვითცნობიერებული იქნებით ამ თემაში, მით უფრო ზუსტად შეარჩევთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც გჭირდებათ საკუთარი აზროვნების მართვისთვის. და ასე ვთქვათ, საკუთარი აზროვნება, მოდი ასე ვთქვათ რა, საკუთარი შინაგანი სამყარო არის ის ადგილი, სადაც შეგიძლია იყო 100%-იანი აქციონერი და მოდი იყავით რა. მთლიანად მართეთ თქვენ თვითონ თქვენი შინაგანი სამყარო, იმიტომ რაც უფრო კარგად მართავთ შინაგან სამყაროს, მით უფრო კარგად მართავთ ცხოვრების გარე პროცესებს, როგორც აჩვენებს პრაქტიკა. კეთილი და პატიოსანი. აბა მომავალ შეხვედრამდე.